მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და მალე დავიწყებ გაშლას, ერთ კითხვას უპასუხებ. სხვადასხვა, გვერდიდან მერე რაღაცა WhatsApp-ზე მოგწერს ადამიანი და ინფორმაცია არ არის იმდენად უნდა გადავიდე, იქ უნდა ვეძებო რაღაცა რომ მინდა და მოხდა ისე რომ ამ წმენდებში დამჭირდა მისი მეუღლის სახელი ადამიანის და ვეკითხები თქვენი მეუღლის სახელი მომწერეთ ახლა უნდა მეძებნა კიდე და ჯობია ერთი გვერდიდან იყოს ყველა ინფორმაცია და ჩემი მეუღლის სახელი რაში გჭირდებათ. არა, წმენდა ხო ჩემზე არის და წმენდის დროს რაც დამიფიქსირდება და როგორც საჭიროდ უთვლი, ისე მევყვები წმენდას. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიღაცას მისი ნების გარეშე ვეხები. არა, იქ საჭირო იყო ესე იგი რაღაცა და დამჭირდა. და საქმე რაში არის? სახელს ვეუბნები, უბრალოდ სახელი მაინტერესებს და მოდის სახელი და გვარი და ეს სახელი და გვარი რომ უცხოური ახლა და ვერც ვარჩევ რომელია გვარი და რომელია სახელი. ასეთებთან როგორ არის, იცით? პირდაპირ ესეთი დამოკიდებულება მიჩნდება, გაგსტყნიათ ორი პატრონი. კიდე გადაიხადეთ, კიდე კაი, რაც მიწმინდა რაცხას გავაკეთებ, იფორთხებ, всё. ესეთი დამოკიდებულება მიჩნდება. და ღირსები ხართ ესეთების ფოტოშოპის. არა იცი რამე არ ვიცი და ბიჭო თუ არ იცი რაში უნდა მინდოდეს ახლა შენი მეუღლის სახელი ერთი თუ ღმერთი გწამს. მეუბნები ადამიანს სახელი და გვარი მომწერდა მწერს. სახელი, გვარი და კიდე გვარი. არა, თქვენი ქალიშვილობის დროინდა. კიდე მე ეს ბიჭო გვარი მომწერე, სახელი რაღაცა. ესე გამართულად ადამიანს ვერ დავაწერინე, ან მარტო სახელი მომწერებეუნები, ან სახელი და გვარი. ესე იგი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აქ ახლა გეტყვით მე ესეთებს. არ იცით, მაგრამ წარმოდგენა მაინც ხო გაქვთ ესეა. ახლა შენ ისა რა ქვია, იმას ვინც ხარ უარის ეგ ერქე რომ მომწერა. მასე Facebook-ზე და მე WhatsApp-ზე და რაცხა პრობლემები რო აქვს ქმართან თუ რო იმასთან თუ ამასთან, რა პრობლემაც აქვს, არა. მოწესრიგდეს. და ეს თანო ხო ეს ცოტა ახლა ანთებული უნდა გამეკეთებინა ხო ახლა რაღაცა ის რო ქონ მისტიკური იერი რო ქონოდა ახლა მჯობს. ესე წარმოგიდგენიათ. შეიძლება სახელი მე არ დამჭირდეს, მე თუ რამე მჭირდება ჩემი თავისთვის, ვინმეს თუ ვიცი მისი ვიზუალური, ანუ მხარე, ვიზუალურად ვიცნობ. ან სახის რაღაც ერთი სახე სადმე დავაფიქსირე ხო სურათი დავუშვათ. სახელი და გვარი და მონაცემები არ დამჭირდება. ეს ჩემი თამა, თქვენი თავისთვის ხალხნო. რა წარმოდგენა გქჩებათ, მე ვერ გავიგე. ესე რა კაია, ხასერც. ამას რა დიდი ცოდნა სჭირდება და რავი ამ ხელაზე თავის გამოდებილება რატო არ გიტყდებათ მე ეგეც მიკვირს. კაი დავუშვათ რაღაცა არ იცი. იმას მაინც ვერ ხვდები ახლა ძალიან რო წააცენდრე, სახელი და გვარს რო ვერ დამიწერ ადამიანი გამართულად, მაგას ვეღარ გაგაგებინე რას ვითხოვ. რა ვიცი, იცით რა არის? მე ეძებ სხვაგან პრობლემას. ვერ გაგაგებინათ იმ კაცმა, ვერც თქვენ რა, ვერაფერი. ერთს გეუბნება, მეორეს უბერავ.
აი ეს არის თქვენში პრობლემა. რაღაც გინდა ახლა აქ ტარო და ძებნა და დიაგნოსტიკა და ალფოკუზების ტარება. მარტივი პასუხია. всё. ვერ გაგაგებინა ვერაფერი. ვერ შეგაგნებინა, ვერ აღზარდა, ვერ გამოგთალა. მეტი როგორ გითხრათ ახლა? რა უნდა გააკეთოთ? რჩევა გაინტერესებთ ესეთებს. რჩევა ის არის, რომ ამ საკითხზე იმუშაოთ. ეს კი არ უნდა გიწყინოთ და მე კი არ უნდა გადემემტეროთ და შენ მაგარია იგი ჩვენს ერზეღლა და ჯადოს გაგიკეთებ. თქვენი თავისთვის გეუბნებით კაცო. რა უნდა დამიკეთოთ მე? კი, ბევრჯერ მოსიჩეს. ძალიან მცინება. იკვე რო შევამჩნევ ვიღაც ესე ნეგატიურად ან რაღაცას ჩალიჩევს მაიმუნებს რაღაცა მართლა მეცინებ როგორ ვარ იცი? აი ზუსტად ესე მიტყდება სიცილი. თქვენ არ იცით განსხვავება ადამიანი რო რაღაცას იბრალებს ან თვით განვითარებას ცდილობს და ადამიანი რომელიც არის ესე ხელდასმული. ეს უნდა იყოს. სხვათა შორის აქ ჩაგიკვეხებთ ახლა და გაშლასაც დავიწყებ, ნუ არ შემიძლია ეს ძალიან მოკლე ლაპარაკი და რა ვქნა. საჭიროა. აი მეფეები ავიღოთ. მე არ ვიცი ახლა კაცო მეფე ვარ თქოთ. დედოფალი, თუმცა რატო არ დედოფლობა მომიხდებოდა. ეუφ, გადავრიეკლად ვიღაცა ახლა. ნახეთ ძალიან ბევრი მტერი ყავდა. მოკლედ რომ მოგიყვათ, აი პატარა ბავშვს რო დაელაპარაკები ისე ზუსტად. არ გვინდა მაღალ ფარდოვნება და რაღაც. აი მეფეები ძალიან ბევრი მტერი ყავს, ძალიან ცდილობენ დაუშვათ მის ჩამოგდებას, გადაგდებას, ომები, ბრძოლები, გარე, შიდა, მაგრამ მაინც მეფე არის და თან წლობით და ღირსეულად ატარებს მის სტატუსს. ნახეთ, რატომ? ყველა მეფე ვინც არის ღმერთიდან ხელდასმული. ეხლა მე არ ვამბობ გარიგებებით ვინც არის კაცო, ეხლა მაგი იშვიათია, მაგრამ მაინც ღმერთიდან ხელდასმულია. რა დროს ხდება მისი, მოდი ასე ვთქვათ, ჩამოგდება მაგ თემაზე შეგნებულად არ ვლაპარაკებ მეფობიდან, თუნდაც ბაგრატიონების მეფობა რო გადაშენდა, რატომ მოხდა ეს? მე არ გავაკეთებ მაგაზე აქცენტს. მაგრამ ეს უნდა იცოდეთ, ნახეთ. თუ ღმერთიდან ხელდასმულია, იქ გარკვეული დრო, გარკვეული წესები რაღაცები არის, რომელიც თქვენთვის ძალიან ჩინურია. ასე რომ, რაც არ უნდა ებრძოლოთ ასეთ ადამიანებს, კოჭოთ, ისი ჯერ ერთი მე აქ შევამჩნიე ადამიანი მუშაობს გრუპა. ესე ვისაც დაინახავენ ამ ენერგიებში, ყველას დაკოჭვას ცდილობენ. ანუ შეკვრას, რომ ვერ მოღვაწეოს რა ამ სფეროში ახლა დავუშვათ. და ნახეთ, სხვის შეკოჭვას რომ ცდილობს ესეთი ხალხი უპირველესად თვითონ დაისჯებიან. და რატომ? ჩემ შეკოჭვას რომ ვიღაცა ეცდება და ამას ბნელძალებად და შავმაგიად წაიკითხავს და ამით ეს არის მისი შტერობა. და ეხლა პირადად მე დავუშვათ ჩემი თავისთვის თუ ვიღაცას და რაღაცას ვმუშაობ, სიტყვაზე ვიძახი. მუშაობ თუ არა, ეგ სხვა თემა არის და თქვენი საკითხავი არ არის, მაგრამ დავუშვათ რაღაცა, იცით რა არის? ეს არის ადამიანური მოდი ერთი ბუნება ან საჭიროება. რომელიც ყველა თქვენთაგანს გაგაჩნიათ და არავინ დამეტრაბახოთ ეხლა პირს რო გაიბრუნებთ რას იზამთ, რას გააკასი არ ვიზამ ისე არავინ მარტო. ყველაფერს იზამთ რო დაგჭირდეთ კაცსაც მოკლავთ. არ გისურვებთ მაგ საჭიროებას. უბრალოდ. მაგაზე მაგის მტკიცება არა, არ შეიძლება. პირს რო გაიბრუნებს ადამიანი რას იზამს ის და რას იმოქმედებს. ეს არის ამოუცნობი ფენომენი და არავინ არ არის არაფრიდან დაზღვეული.
ეს იგივე არის, ახლა ზოგიერთები რომ იმაშვებიან. ისე დაიწყებენ საუბარს, თითქოს პირდაპირ საგზური კონდეს 64-ში და всё, მიფრინავს პირდაპირ რეისი. იგივე არის, გაიგეთ? მაგრამ რაღაცა რომ ავალი ადამიანს და ეს უნდა გააკეთოს, ის იმან უნდა გააკეთოს, შენ რომ ესე ერევი. ახლა მესმე და ჯერ ერთი არასწორი ბრალდებით, რა თქმა უნდა, შენ მოხვდება ამ დროს ყურის ძირში, თან ძალიან წარეთ. გარჩევა, მიხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო, აი ასე რომ, აი აქ ახლა გადავედი, მაგრამ სულ სხვა თემით დავიწყე ქალბატონზე. განავითარეთ თქვენი თავი გენაცვალე, სახელი და გვარის დაწერა ისწავლეთ. უპირველესად, თუ არ იცით, შეგიძლიათ დაიწყოთ პირველი კლასიდან. ისევ, კი ბატონო, არ არის ეს სირცხვილი. მე სხვათა შორის კაი ხანი ახლა არ შევქმნე, მაგრამ დაქალებავდა მეგობარი. უბრალოდ სულიერი შვილი იყო. რო დაოჯახდა. მისი მეუღლე არის ძალიან დიდი ცნობილი, ესა, ადვოკატი. თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან მაგარი იყო არის რა, ეხლაც არის სულიერი კაცი უბრალოდ და ახლა არ მინახია კაი ხანია და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. და ადვოკატი არის ეს ბიჭი. თქვენ წარმოიდგინეთ სატელევიზიო ჩართვებს თუ რაღაცებს აკეთებს, რა ვიცი ესე მოკლედ. საზოგადოების წინაშე. და ამ ბიჭს რო ვესტუმრე და რაღაცა. რაღაც ჩემო დაკალვა. ესო ახლა არ გაგიკვირდეს აქ ეს ბავშვის წიგნი რომ მდებსო. სკოლის წიგნი რას აკეთებდა? აი ის პირველი კლასის, მეორე, მესამე კლასის ლიტერატურა, ისტორია, სავარჯიშოები რაღაცა ყოველთვის აი ასე აკეთებს, ესე იქცევა. ეს თვისება აქვს. რო დავწვევი თუ ამანო არ არსებობს, რომ ძილის წინ 1-10 წუთი ამ თემას არ დაუთმოსო. რამდენი ხან? ნუ ახლა 10 წუთი მაგალითისთვის, ხო? რომ არ წაიკითხოს. ან რაღაცა აი მომენტში, როცა დივანზე დაჭდება და რაღაცა ან ისვენებს, ან ყავას ომს, არ არსებობს, რომ ეს წიგნი არ აიღოს, სკოლის წიგნი. და არ გააკეთოს, დავუშვათ, არ იკითხოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ ხო შოკი მივიღე, არ ველოდი ამას, მაგრამ ცით რამდენად სასარგებლო, აი მე მაგალითად გავიზარდე. და მე ყოველთვის ვეუბნებოდი, ამ გოგოს შენ ისეთი ხარ მეთქი. შენთან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ. ვიზრდები. ესეც ერთ-ერთი გაზრდა იყო. და ჩვენ სახლში ზოგადად ეს წიგნები დედაჩემ, ბებიაჩემის დროინდელი წიგნები მაქვს სკოლის, თქვენ წარმოიდგინეთ. გადასახრელად რამდენჯერ გადმოალაგებია, აუ რაღაც მინდა. არა, ეს არის საგანძური. ეხლა სად არის ეს წიგნები? მე ვერ ველევი. პირიქით, როგორ მოვედი სახლში, იცი არა, ყოველთვის მოვლილი გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებულად გადმოვაწყე კიდე და ავი მთელი რეისი გადაყრა, რა გადაყრა. იმიტომ რომ ჯერ ერთი ის პროგრამები, რაც მაშინ იყო ამ წიგნებში, ეხლა ვერ იპოვი, ძალიან ბიბლიოთეკებში რომ ეძებო, ზოგჯერ ვერ იპოვი ისეთ იმას, ხო? ერთხელ დამჭირდა სხვათა შორის ხევისბერი ქუჩა და ხევისბერი ქუჩა ვერ ვიპოვე. დაიჯერებთ? სკოლა შევაწუხე, ბავშვები შევაწუხე, რომელ კლასში ვის გაქვთ, აი თუ ვერ ვიპოვე. თუ არ მომცენ ეს ხოჩვებიათ ზოგადად არიქა რამეს თუ მოიკითხავ, ესე გონიათ, რომ იმით მდიდრდები თუ რაღაცა, რა ვიცი მე, რაღაცა გემართება. ოქროს მოსასხამსი ითხოვ თითქოს. არასდროს არ მქონია შემთხვევა რამე მეტყობს და ვიღაცას გაემატებინოს ან ინფორმაცია ან რაღაცა. აქაც იდივე არის გოგონებთან. ძალიან ბევრ შევამჩნი, აი რაღაცას რო გეუბნებიან და ეტყვი, დავუშვათ რომელი საიტია, რომელი გვერდია, რა არის, რომ დავუშვათ მითხარი თუ შეიძლება, ხო, ახლა რა თქმა უნდა.
და არ გეუბნები, იცი რა, ჯერ მე მოვსინჯავ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ და მე ეს როდის მერე და როდის მოსინჯავ ადამიანო მითხარ და ერთს ისიც უთხარი, გავშლი მეთქი მე ტაროს თქო, მაგ თემა რაღაცა საკითხი აინტერესებდა და თუ ეს წარმატებულში დამეფიქსირდება, ცალკენ უნდა მაგ თემას გაშლა მეთქი, ესე იგი შენთვისაც კარგი იქნება, ჩემთვისაც კარგი იქნება და ქალმა ის ვერ მითხრა. ნუ რა გვერდი იყო, რა საიტი იყო. არ მითხრა. არა და ჩემს იმგენზია თვითონ ისინი ნათქვამი, თორე მე რა ვიცი ახლა კაცო, ხო? ყველა შენი ვიდეო დაზეპირებული, ის რო თქვი, ეს რო თქვი, ასე გავითვალისწინე, აქით წმენდებზე, იქით რაღაცა ხო სამაჯური გინდა, იქით წარმატება გინდა, ყველაფერზე აქეთ და ახსნა განმარტებები 1000-ნაირი და ერთი რაღაცა ვთხოვი ადამიანი და ის ვერ გაიმეტა და როგორ დავრჩი, იცია? ხო, ასე გონიათ ბევრს. ამიტომ ეს მაგალითი ჩემთვის მაგალითად იმდენად გასათვალისწინებელი იყო, ეხლაც ესეთი განსაკუთრებული ადგილი აქვს ამ ყველაფერს ჩემს სივრცეში და რა თქმა უნდა იგივე მეთოდს მივმართავ, როცა მე მცალია, თუმცა მე ახლა სიმართლე გითხრა, უბრალოდ დრო თუ მაქვს, უფრო ასტრალში ვარ, ვიდრე აქ დედამიწაზე და მესამე-მეოთხე კლასში, ხო? მაგრამ ეს არ არის სირცხვილი, აი ამის თქმა მინდოდა. ეს არ არის ხალხნო სირცხვილი. ესეთ მდგომარეობაში ვინც ხართ, გადმოიღეთ ეს რაღაც იყიდეთ, თუ არ გაქვთ სახში, საგანმანათლებლო. რო გაიზარდოთ. ივარჯიშეთ თუნდაც სახელი რას ნიშნავს? სახელი მომწერე ვიღაცამ გითხრა, სახელი მითხრა, რასეუბნებით? აი ისა რა ქვია? ჩიბურდანიძე ლია დემეტრეს ასული არა, ლია ჩიბურდანიძე დაუშვათ რა გვარი ყოღვაშვილი დემეტრეს ესე პასუხობთ სახელს რო გეტყვით ადამიანი, კაცო? იმედია ვინმე მართლა არ მესმის ახლა ჩიბურდანიძე ლია ყოღვაშვილი. ხო. ნახე, 17 წუთი გაიპარა მაინც, მაგრამ ასეთი სავალალო მდგომარეობა გვაქვს და რჩევა ვნახოთ, მოდით, რადგანაც ესეთი რჩევის ფორმატი მქონდა აღებული მაინც და ესე დავიწყე საუბარი. ხო, ესე ნათქვამს, როცა ვერ გებულობს ადამიანი, მერე არის მე როცა გადავდივარ უკვე უხეშობაზე. და უკვე სხვანაირად პასუხობ, რომ იცოდეთ. ხო. არა, უხეშობა არ არის, რეალურია პრინციპში, მაგრამ ვერ შეიძლება უხეშად მოხდეს ყურში. ლაუკთ. საქმე იცით რაში არის? არა, უნდა დავასრულო, ესე არ შემიძლია კაცო მელაპარაკე. არ უნდა დავასრულო. ესე იგი, იმას რა ქვია, ზედრო აფრინდება და გადააფრინდება ერთი ცხრათაობას. ეს არ არის უხეშობა, მაგრამ შენ თუ ეტყვი და მეანიშნებ უხეში ხარ, ხო, ესეც რა თქმა უნდა ვთქვა, ახლა ამას გულში ხარ დავიდოვებდი კაცო. ბარემ. რჩევა. რჩევა. რაღაც დაბალანსება გიჭირთ. დაბალანსება. შეიძლება რაღაც არის კიდევ აქ. მოდი ასე გეტყოდით. აქ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვთ თქვენ. ძალიან ბევრი. უბრალოდ რაღაცა მეგონა მოიდა მეჩადეთ. რას ნიშნავს ეს შესაძლებლობა, ეს რა ტრანსფორმაცია? შესაძლებლობა, ტრანსფორმაცია რას ეხება?
გამოსავალის პოვნა. ზოგადად რაღაცა როცა არ გინდა ადამიანს ვიღაცის გამო არაფერი არ უნდა გააკეთოთ, არ უნდა დაუშვათ. რაღაცა არ გინდათ, ხო, თქვენ. შესაძლებელია როგორ დაასრულოთ რამე საკითხი, როგორ გამოხვიდეთ რაღაცა ენერგიებიდან. აქ ფინანსური კრიზისი შეიძლება რომ იყოს რაღაც ფინანსთან დაკავშირებით. როგორ მოაწესრიგოთ. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, ერთი გაფრთხილება ამოდის აქ, რომ რაღაცებს დაუკვირდით და დაიწყეთ ფინანსების დათვლაც. ესეთი რაღაცაც ფიქსირდება. ხო, ზოგჯერ ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყოველთვის არ არის კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე ესე ფიქსირდება. იმიტომ რომ შესაძლებელია მთლიანად მასში აღმოჩნდეთ განულებულ ვარიანტში ან ძალიან ბევრი დაიხარჯოს. ნახეთ, შეიძლება იდეაში არ გაქვთ ახლა თქვენ არც ხარჯი, არც ცესხის აღება, ან შეიძლება ფიქრობდეთ, კაი 1-5,000 რაღაცა და მე უცებ მომენტალურად 50 დაჟი გაყოთ თავი. ხო? აი რაღაც ესეთი ვარიანტები არის აქ, ამიტომ ამაზე გჭირდებათ ანალიზი. ეს იმას არ ნიშნავს კაცოდ, რომ რამეს მე ვერ მოახერხებთ რაღაცა, უბრალოდ მე ამას მოყვება მაინც თავისებური ნერვიულობა. აქ მაინც მგონია, რომ ცოტა რაღაც კიდევ გჭირდებათ დაფიქრება, ანალიზი. თითქოს რაღაც გაქვთ გასაკეთებელი. მაგრამ ეხლა როგორ დაგიკონკრეტოთ მე აქ ვის რა აქვს გასაკეთებელი. რაღაც არის აქ გასაკეთებელი. შესაძლებელია ამ საკითხზე უბრალოდ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და ეს სახლის თემები იყოს, სამუშაო, სარემონტო, კი, თუ რემონტს აპირებთ, მაგრამ თან რაღაც არ გამოსდის აქ და რა ვიცი რა, რატო ხართ ესე კაცო. რატო არ გამოსდის ეს რემონტი, რემონტი განვიხილოთ, რატომ არ გამოსდის. არა, ეს გამოგივათ თქვენ ეს გამოგივათ, უბრალოდ რაღაც თქვენი მიდგომა არის. ხანდახან იცით რა არის? საქმემ თქვა ხელი მომკიდე გზას მე გიჩვენებ. ესეთი რაღაცაც ხდება. ამიტომ ახლა ეს თქვენ უნდა განსაზღვროთ, კაცო, ესე გაშლით ან თლად ვერა, ხო? მაგრამ მე ვინც ესე მასში ხართ ცოტა და დეპრესიულად და ვერ ფიქრობთ გამოსავალს როგორ ამოგავაკეთო, რაღაცა ძალიან ელემენტარულით მოდი დაიწყეთ. ძალიან ახლა პარკეტებს ნუაყრეთ კაცო და რაღაც ასწავლებს მოახდენთ, მაგრამ ელემენტარულით დაიწყეთ და თითქოს მერე გამოჩნდება გზა, ესეთი რჩევა გაქვთ დღეს აქ, მაგრამ აუცილებლად თან გაითვალისწინეთ ყველაფერი, თქვენს ირგვლივ ამ წუთში რა ხდება. როგორ ხდება. რა თქმა უნდა, ეს ფინანსებსაც ეხება, თქვენს გადაწყვეტილებებს ეხება ძირითადად. გადაწყვეტილებებს. ხო. აქ არ არის გამორიცხული რაღაცა ძალით აკეთებთ თითქოს და მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ თავში თქვენ სწორი მიმართულება იცით რა არის. აქ ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, ვიღაცა რო გეტყვის ახლა რაღაცა სიტყვას და ამაზე აკეთებ ადამიანი აქცენტს, ესეთი რაღაცა არ გააკეთოთ, ხო? თქვენ აქ საკმაოდ შეგძევთ იმის გონება, რომ მოდი ასე ვთქვათ, გამოსავალი იპოვოთ ზოგადად აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? უბრალოდ ვერ პოულობთ ჩემს. არა, ეს ფინანსები აშკარად. ფინანსური კრიზისი.
დღევანდელი გაშლა ესე იყო, ყოველ შემთხვევაში აქ კიდევ ნახეთ, ძირითადად არის დაკვირვებაზე აქცენტი, დათვლა, ანგარიში, ანალიზი, სხვადასხვა საკითხების განხილვა თუ შესაძლებლობების განხილვა, ესეთ რაღაცებზე გაქვთ თქვენ აქ ძირითადად ყურადღება გასამახველებელი. დღევანდელი გაშლა ასე იყო და თუ თვლით რომ თავიდან საუბარი მხოლოდ საუბარი იყო, არაგენაცვალე, ესეც რჩევა იყო, რომ იცოდეთ. დაგემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებებს და ლაიქით გადააზიარეთ გვერდით.